ჩვენ სტუმრებს ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი გიორგი ანთაძე, ჯეოკეისის კვლევარი, არჩილ განუზარდია, პოლიტოლოგი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც თქვი, შევეცდებით ჩვენ სამი გავარჩიეთ ირაკლი კობახიძის წერილი. და ვისაუბროთ მის პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შედეგებზე. წერილი იწყება ასე, რამდენი კვირის წინ მოგმართეთ წერილით, მიმართავს ტრამპს. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მგზავრობას სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ის ხელისუფლებას შორის. აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენი მიზეზის გამო და მე მის მიზეზების ჩამოთვლა ამას დანარჩენს მე წავიკითხავ. მანამდე მაინტერესებს თქვენი შეფასება, ქავტელილო თქვენგან დავიწყებ. ფაქტობრივად არის ეს ირაკლი კობახიძე საყდურობს ამერიკის პრეზიდენტს, რომ მიუხედავად აი ამდენი ცდელობისა უყურადღებოდ დაგვტოვეთო და აქ საუბარი არ არის მარტო ჩვენზეო, მთავრობაზეო, ქართველი ხალხი ვერ გაიგებს ამას უცებ. ხო. გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე ამ წერილს ასე დავაკელი, ისა დავარქმევდი, რა დაგაკელით. ხო, ანუ ყველაფერი გავაკეთეთო და მაინც რატო ხართ უკმაყოფილოები გაგვაგებინეთ ერთიო. დავიწყოთ იქიდან, რომ მეგობარი აქტი, მის და მიუხედავად გადაარქვეს თუ არა მას სახელი, სწორედ მკაფიოდ გამიჯნავს ქართულ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას და ეს ტენდენცია არ არის მარტო შეერთებული შტატების პოზიცია. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ როდესაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭეს, ევროკავშირსაც ზუსტად ეს პოზიცია ჰქონდა, რომ ეს იყო ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სტატუსი, ანუ გარკვეული ბონუსი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა, ბუნებრივია და აი ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ ჩვენ კარგად ვნახეთ, რაც მოხდა. მე ჩემთვის არის ძალიან რთული თავად ამ წერილის შინაარსზე საუბარი, რა ვიცი, ახლა არც ცოტა მინახავს და არც ცოტა გამიგია და მე ამ ტიპის მიმართვა პარტნიორ სახელმწიფოსთან, აი მართალი გითხრათ, ან ღია მიმართვა არსად არ შემხვედრა. როგორც ჩანს, დახურული არხითაც ჰქონდათ მათ კომუნიკაცია და უპასუხოდ დატოვეს და ნუ ახლა ხომ ხართ დარწმუნებული, რომ ამ წერილს პასუხი იქიდან არ მოყვება, არც ერთ შემთხვევაში, ბუნებრივია და შეუძლებელია, რომ ამაზე უპასუხოთ, მაგრამ მე ჩემ სუბიექტურ მოსაზრებას გეტყვით, რომ რაღაც ძალიან საინტერესო ხდება ამ ბოლო პერიოდში და მე მგონი ქართული ოცნების ხელისუფლება ცოტა აღელვებულია. ნახეთ, დღეს კიდე გამოქვეყნდა შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რომელმაც დაასახელა 6 თუ 7, აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი, რუსი მოქალაქის ასე ვთქვათ ვინაობა, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ასე ვთქვათ ჰაკერების, რომლებიც მუშაობენ, როგორც ჩანს, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგაც და ისინი არიან საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დააწესა, თუ არ ვცდები, $10 მილიონი, საკმაოდ მაღალი თანხა იმისთვის. კი, როგორ არა იყო ეს განცხადება, რომელიც თუ ვინმე მოკლედ აღმოაჩენს ამ ჩამოთვლილ ადამიანებს, სულ ახალგაზრდები, ხო, რომ აცნობენ შეერთებული შტატების საელჩოს. ეხლა 90-იანი წლების დასაწყისიდან არის საელჩო საქართველოში და მე არ მახსოვს, არ ვიცი თუ თქვენ რომელიმეს გაგონდებათ, რომ ამ ტიპის განცხადებები მას გაეკეთებინოს საქართველოში, დავიწყოთ თუნდაც იმ მოსალოდნელი აფეთქებების შესახებ, როდესაც გააკეთა. მე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს სხვა ქვეყნები, სადაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება ხოლმე და მერე როგორ ვითარდება პროცესები იმ
ქვეყნებში. თქვენ მინდა უბრალოდ ყურადღება მიგაქცევინოთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ის პირველადი სანქციები, რომელიც დაუწესდა სწორედ იმიტომ, რომ ის არის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ თანამშრომლობაში, ანუ ეჭვმიტანილი შეერთებული შტატების მიერ და თუ ახლა საქართველოში მოქმედებს გრუს დაჯგუფება, რომელიც ასევე მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების, არა მარტო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული განცხადება შეიძლება იყოს და ჩვენ ყურადღებას მიღმა გრჩებოდეს რაღაცა პროცესები, რომელიც საერთოდ არ გამოდის ხოლმე ასე, იმიტომ რომ როგორც წესი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების თანამშრომლები, უსაფრთხოების სამსახურები ამგვარ თემებზე ისე თანამშრომლობენ, რომ ეს საკითხები არ გამოდის საჯაროდ, მაგრამ ეს დაიწყო პროცესი მას შემდეგ, სწორედ რაც შეიცვალა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ქართულ ოცნებაში და მოვიდა ანრი ოხანაშვილი, რომელმაც თავის პირველ ანგარიში, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში საფრთხედ დაასახელა ჩვენი ქვეყნისათვის დასავლეთის ქვეყნები, თუმცა ესე კონკრეტიკა მას არ ქონია, მაგრამ ძალიან სერიოზული მინიშნებით. როგორც ჩანს, რაღაცა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და უბრალოდ ეს არის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება და გზავნილი, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს და ვამჩნევთ რა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება იმაზე მეტად არის ჩაფიქრებული და შეფიქრიანებული ეხლა როგორც შეიძლება განვითარდეს პროცესები, ვიდრე ამას ჩვენ საჯაროდ ვგრძნობთ. ახლა თავისთავად წერილი არის უკიდურესად არადიპლომატიური, უკიდურესად არაკორექტული, ძალიან ინფანტილური, კიდე რა შეფასება მოვიტანო, არც ვიცი ამასთან დაკავშირებით. მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა მართლა ემზადებოდეს ქართული ოცნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის და ეს იყოს რაღაცა ტიპის პრევენციული განცხადება, რომ იცით რა ბატონებო, აი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. არაფერი გამოგვივიდა და ეხა იძულებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ გაფრთხილებასავით, რომ აი ამის გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ მე მგონია, რომ ქართული ოცნების თავს ძალიან შავი ღრუბლები იკრიბება. უბრალოდ ჩვენ უფრო სხვა არამებზე გვაქვს ყურადღება კონცენტრირებული, შედარებით მეორე ხარისხოვან ამბებზე. ვიდრე შემდეგ სტუმართან გადავალ, კიდევ ერთ ციტატას წავიკითხავ წერილიდან. წერილი ასე გრძელდება. პირველ რიგში უკვე მრავალი წელია საქართველო არის აშშ-ის ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ის ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუძოგა, რაც აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება მოსკოვს და მე ფრჩხილებში არის განმარტებული რა არის რეალური დახმარება და სხვა დახმარებები რატო არ ითვლება, იმიტომ ისო მიშას ეხმარებოდითო და რაღაც არასამთავრობოებს და ეს არ გეთვლებათო, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-ისთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს. ახალი ადმინისტრაციის დუმილი, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართული ხალხისთვის არის გასაკვირი ამბობს. ანუ არა მარტო ის, რომ რაღაც ჩვენ ძველი მეგობრებად, არამედ აგერ ფულით დაგიზოგეთ და თქვენ მაინც ყურადღებას არ გვაქცევსო. გიორგი, თქვენი შეფასება ამ წერილის როგორი? ხო, ეხლა ძნელია კიდევ დაამატო ის საკითხები გარდა რაც ხალხმოწმული ისობრა. რატო დაიწერა თქვენ ეს? ბატონო? რატო დაიწერა საერთოდ საჯაროდ ასეთ წერილს? მე მაინც გონია, რომ საგარეო მიმართულებაზე დატვირთვაზე უფრო მეტად შეიძლება შიდა აუდიტორიაზე ბოლოს რაზეც იყო საუბარი. გარკვეული საინფორმაციო შემზადებაც მინდოდეს რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ესკალაციას დასავლეთთან მიმართებაში ქართულ ოცნების, მიუხედავად იმისა, რომ მათ აწუხებთ სანქციების სერიოზული პრობლემები არის, პერსონალურადაც განიცდინა შეიძლება ამას.
გარდა იმისა, ისინი ეცდებიან აუცილებლად რომ რა თქმა უნდა ძალაუფლების შენარჩუნების და კომფორტის გულისათვის გამონახონ არხები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დასალაგებლად, მაგრამ ეს მათ არ გამოსდით. ბოლო მცდელობა რაც იყო ვიცე-პრემიერის ვიზიტი რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი იმდენად ფაქტია, თორემ მაშინ ეს წერილი არ დაიწერა. ისე დაიგეგმა და ისე განხორციელდა ის ფიდბექი როგორც ქვია რომ რაც მათ შემდეგ მიიღეს, სასახად ხედავენ რომ დღევანდელ ადმინისტრაციასთან ასე ვთქვათ, კარები ღია ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესე არის. რაც შეეხება შიდა აუდიტორიას, ესე ყველა აქამდე არსებული კომუნიკაციები, განსაკუთრებით ინტერნეტში, განსაკუთრებით TikTok-ზე, ჩვეულებრივად ძალიან აქტიური არის ანტიდასავლური, ანტიამერიკული პროპაგანდა. ფაქტობრივად ხელს არ უშვებენ, მოგონილი თუ რაღაცა მიზეზებით, რომ ეს ისევ აგორონ, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს აზრი რო განვავითარო ისევ, რომ გარკვეული არ ვიცი ხა ეს ნაბიჯები რა იქნება, მაგრამ რაღაცა შეიძლება სერიოზულ გადაწყვეტილებებს, მორი გადაწყვეტილებებს ამზადებენ, რისი ასე ვთქვათ, გამართლების ერთ-ერთი მიზეზი იქნება ის დუმილი, რომელიც დარწმუნებულად გაგრძელდება უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რაღაცა მწყობრი პოზიციის დაკავება, მე ვფიქრობ, ჯერ კიდე გარკვეულ ვადას და დროს მოითხოვს, ეს არ იქნება მარტო დამოკიდებული ჩემი აზრით, მიუხედავად არსებული პროტესტებისა, მთლიანად ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაზე, არამედ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც ექნება მნიშვნელობა უკრაინასთან მიმართებაში მოლაპარაკებების მიმდინარეობის მსვლელობას, რუსეთის პოზიციას, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ იქ რამდენადაც წერილშიც არის ნათქვამი, რომ სტრატეგიული ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონის მიმართ გააჩნიათ, ეს უნდა კარგად ჩამოყალიბდეს დღევანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში, რა ადგილ და რა როლს დაიკავებს საქართველოს და რა მნიშვნელობის იქნება. ეს გავლენას აუცილებლად მოახდენს იმაზე, როგორ პოლიტიკას აირჩევს ტრამპი, რომ მე ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე კიდევაც, ბოლო 25 წლის მანძილზე არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ამხელა დუმილი იყო, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ახალი ადმინისტრაციის მოსვლის მერე საქართველოსთან მიმართებაში, ეს კომუნიკაცია ყოველთვის იყო განსხვავებული, აქტიური და აი რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას უყურებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ წერილს რო შევაჯამო, აქვს ორი ასე ვთქვათ, მიმართულება, ერთი რა თქმა უნდა ის მცდელობა, იმიტომ რომ ეგ მინიშნებებიც არის რა, რომ ავტორიტარულ ქვეყნებთან რო საუბრობთ, ჩვენო ეხავ იმ ადგილზე ანგელოზები ვართ, ხო? მე გარდა იმისა, რომ ვალი გაქვთ ჩვენიო ამ წარსული დამსახურების გამო, ეს რაღაცნაირი მინიშნებაც არის, რომ აი ეს ტრანზაქციული ურთიერთობები, რითაც გამოირჩევა დონალდ ტრამპი და ყველაფერთან მიმართებაში, ახლა ბოლო ამბები რაც მოდის, იგივე სირიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკური და პრაგმატული ინტერესების გამო გადაწყვეტილება მიიღეს, მაგალითად, რომ სანქციები მოუხსნან სირიას, ეს ერდოღანთან და საუდის არაბეთთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო დონალდ ტრამპმა, რაღაცა ესეთი გამორჩენის იმედი მაინც რჩება. ხო, ხა სირიას თუ უხსნით სანქციებს, ჩვენ რა დავაშავეთ ახლა. ხო, ნახა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს არ არის მარტივი ასახსნელი რა და რაღაც გარკვეულწილად სამართლიანი ისიც არის, რაღაც ხრივ რომ ამაზე მეტილები შეიძლება ყურადღებას ვიმსახურებდეთ, სხვათა შორის საზოგადოების ორივე ნაწილს გულისხმობ, როგორც ქართული ოცნების ხარდაჭერებს, ისე საპროტესტო განწყობილებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ადგილობრივი პოლიტიკით უფრო ინტენსიურად იყვნენ დაკავებული, ხო? მაგრამ იმ ცვლილებების თამფავზე, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში მიდის, მე არ მგონია, რომ სადაც ზაფხულამდე რაღაცა მკვეთრი ცვლილება იქნება. ნახოთ. ხო, კი ბატონო, ნახოთ, არჩევნების ლიდერშიდან გამოვარ, სწორედ ამ ნაწილს ავიკითხავ, სამამულის გიორგიმ ახსენა, საერთაშორისო რეიტინგების თანახმად წერს კობახიძე, საქართველოს არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამ ყველაფერს გათვალისწინებით და იმ ფონზე რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს, წერს კობახიძე. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრა ჩვენს ხედვებს შორის. და ჩვენ ღიად საუბრობდით, თქვენ სანამ დაიწყეთ საუბარს, მანამდე საუბრობდით deep state-ზე, ამბობს კობახიძე. და სულად გაუგებარი, ახლა ჩვენი რატო არ მოგწონვათ? დაახლოებით ეგ არის. მე პირველ მოვთქვიო. ხო, დაახლოებით. საერთოდ კობახიძეს, როგორც ამ ძალაუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს აქვს ასეთი პოლიტიკა ხომ ისწავლობს ხოლმე გარდაუვალ პროცესებს დაასწროს.
მაგალითად გვახსოვს იქ რომ და ყოფილიყო ტრანში გამოყოფილი საქართველოსათვის დაასწრო და როიცოდა რომ არ გამოყოფდნენ უარი განაცხადა 28 ნოემბრის ამბავიც საბოლოო ჯამში იყო მცდელობა დაესწრო იმიტომ რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება არ იგეგმებოდა და დაასწრო რომ თითქოს ეს ჩვენ რაღაცა გარემოებათა შედეგში კი არ მოხვდით არამედ ეს რაცა სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლება კარნახობს ამას რომ ეს ჩვენ არ გვინდა ამიტომ მე მგონია რომ ახლაც რაღაცა მსგავსი ტიპის სტრატეგიასთან გვაქვს საქმე და როდესაც ხედავს ვენ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას იმიტომ რომ მე აქ პატარა იმას დაზუსტება შევიტანდი კომუნიკაცია არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მთლად ასეც ვერ ვეტყვით მეგობარი აქტის პროცესის განვითარება ეს კომუნიკაციის ფორმა არა აუცილებელი აქვს უბრალოდ პირდაპირ ტექსტები არ წამოსულა და ადმინისტრაციისაგან, მაგრამ ვითარდება პროცესი, 2-3 ეტაპი დარჩა, ხო, როდესაც სენატი განიხილავს, მე როდესაც პრეზიდენტს ტრამპს აქვს ვადები, როცა მოაწერს ხელს, როცა რაღაცას დააკვირდება, როცა შევაძალაში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რო ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან არანაირ კომუნიკაციაში არაა, ასეც არ არის. ამ ტიპის კომუნიკაციაშია, სხვა დანარჩენში არ არის და მით უმეტეს პოზიტიური კვეთა არ აქვს. ამიტომ აქაც ფიქრობ რომ აი რაღაცაში დაზუსტება სჭირდება ბოლომდე ქართული ოცნება მე ჯედი განსხვავებს რომ ვერ გაერკვა ჯერ მაინც რაღაცა იმედებს ებღაუჭებიან იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩვენ რიტორიკა თანაბარი გვაქვს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაფერში მიუყვებით და ნუ ბოლოს და ბოლოს რაღაცა პატარა ბარტყი რომ მაინც გადმოგიგდონ რაღაცა მხარდამჭერის თუნდაც ზოგადი რაღაცა აი სახელმწიფოზე გააკეთონ და ჩვენ თავზე მივიღებთ და ჩვენ პროპაგანდა ამაზე ამუშავდება და უნდათ რომ ამ წერილმა ითამაშოს უფრო კატალიზატორის ფუნქცია, ანუ მოვლენები უფრო დააჩქაროს თავის მხრივ და აჩვენოს რა ფიქრობს, რა აპირებს ზოგად პერსპექტივაში ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომ აქაც როდესაც დაზუსტებიან, მე დაასწრონ, რომ საქართველოს განაცხადოს ამის შესავალი ნაწილები. ხო არის უკვე გაკეთებული, რომ Deep State, რომელმაც ვერ ძლია ირაკლი კობახიძე, ძლია ტრამპი და ამიტომ საქართველოს როგორც ევროპასთან რა აქვს ბჭყალებში გასაყოფი ის რომ ევროკავშირის ქვეყნები Deep State-ის მართულები არიან თორემ ევროპასთან ხომ მიიღწვის რაღაცა გაუგება რა მორფულ სუბსტანციასთან ქართული ოცნება არა რომ ამავე ლოგიკის ჯაჭვში მოათავსოს ამერიკის შეერთებული შტატები და განაცხადოს შემდეგ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვეხმარებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ Deep State-ი დაეძლია, მაგრამ Deep State-მა აჯობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და შესაბამისად ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს სახელმწიფოსთან, იმ ადმინისტრაციასთან, რომელიც Deep State-ის გავლენის ქვეშ მოქმედებს. ანუ თითქოს ეძებს აი ამ წინა პირობებს იმისათვის, რომ ბოლოს რაღაცა მსგავსი განცხადება გააკეთოს. თორემ ამ წერილს მე არ მიმაჩნია, მე ქართული ოცნების წარმომადგენლებს უფრო ავაზაკებს უწოდებდი ვიდრე უმეც არ ხალხს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია რომ უმეც არის ხალხია ეს ადამიანები, მათ შორის კობახიძეც. და ამ წერილის უკავშირი რა უნდა იყოს, ანუ გაწიწმატება არის აი ეს ბიზნეს მოდელირებაში, ბიზნეს კომუნიკაციებში არის ხოლმე მომენტები, როდესაც მოლაპარაკების რაღაცა ფაზა შეიძლება გამწვავებაში გადავიდეს, იმიტომ რომ ის უფრო აჩქარებს ხოლმე ან თანხმობის, ან პირიქით დაშლის და ასე ვთქვათ შესაძლო ხელშეკრულების ჩაშლის პროცესს. და აი ჩვენ ხშირად ვხედავთ რომ ქართული ოცნების პოლიტიკის მოდელები ძალიან ახლოს არის ხოლმე ბიზნეს კომუნიკაციების მოდელებთან, მოლაპარაკებების კუთხით და ასე შემდეგ და ქართული არა ხა ტრამპის კი, მაგრამ აი ეს ბიზნეს მოდელირებაში არსებობს ეს რომ ახლა თუ გამწვავებენ ბოლოს და ბოლოს ანუ ტრამპი ძალიან სასაცილო ჭრებს, მაგრამ უნდა მოიმსხდიონ კუთხეში რომ ბოლო ათქმევინონ რაღაცა ან ეს ანის ტრამპ ძალიან ძიმე ენა აქვს ისე და თუ შემთხვევით შეამჩნია რომ საქართველოს ხელისუფლება არსებობს შეიძლება ძიმე ენით დაელაპარაკოს ერთი ისეთ ფრაზა ისროლოს რომ ტერს მაგრამ ან ეს დუმილი უკვე მიიღონ და გაასაღონ არ ვიცი თუ ეს დუმილი და მე მგონია რომ დუმილი გაგრძელდება დიდი ალბათობით გასაღდება როგორც დუმილი როგორც პოზიციის დაფიქსირება ანუ Deep State-მა აუკრძალა ტრამპს და მის ადმინისტრაციას საქართველოსთან რაიმე ტიპის ურთიერთობა რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ პოზიციების გამოხატვა და ამითი უკვე ხელი შეუწყონ გაღრმავებას დაშორების გაღრმავებას როგორც აქამდე ევროკავშირის ქვეყნებთან ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბუნებრივია შემდგომ უნდა შექმნან კრიზისის ეტაპი ანუ ამ წუთში მაინც ჩვენ რაღაცა ეკონომიკური
სოციალური კრიზისები არ გვაქვს და პოლიტიკური კრიზისის ფართო გაგებით ჯერ არ გვაქვს ჩვენ მაინც და მაინც. ანუ რაღაცები თავისთვის მიდის, რაღაცა პარალელური წფეებივით მიდის მოვლენები ჩვენთან ერთმანეთთან არ იკვეთება, მაგრამ როდესაც ამდენ რამეს ჩამოშორდები, შენ გჭირდება უკვე რაღაცა საიმედოობის მიცემა, იმიტომ რომ თავკუთარ ამორჩევლებს ქართული ოცნება ყოველთვის იმას აჯერებდა, რომ ამერიკის აგერ ტრამპი მოვა და შემდგომ საქართველოს აღმასვლა დიდი სიჩქარით გაგრძელდება და თუ ეს ვერ იქნება, შესაბამისად სჭირდება მას საიმედო მხარდამჭერი, რომელიც თუნდაც ეკონომიკური კრიზისისგან იცავს, რომელი ქვეყნისგან მიდის? რუსეთისკენ მიდის. ამიტომ ყველა ის ჰიპოთეზა, რომელიც გულისხმობს, რომ ხომ არ არის მცდელობა, რომ რუსეთთან შესაძლო სხვადასხვა ტიპის დაახლოებების გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, კერა შექმნას ამისათვის ქართულმა ოცნებამ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ერთადერთ პარტნიორად უნდა აღმოჩნდეს რუსეთი, იმიტომ რომ ყველა სხვა მათ შორის ავტორიტარული ქვეყნებიც ქართული ოცნებისათვის თავს არ იკლავენ. თავი მოიკლეს თურქეთთან ურთიერთობისთვის, ჩინეთთან ურთიერთობისთვის, ირანთან ურთიერთობისთვის, ანუ ქვეყნებთან, რომ თუ აი ამ საპარტნიორო სივრცეს ჩაანაცვლებდნენ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი ამ ავტორიტარული ქვეყნებით, რაღაცა ფინანსური გარანტიები ამათ გქონდათ, მაგრამ არც ერთია ეს სახელმწიფო, არც აზერბაიჯანი, არც თურქეთი, არც ჩინეთი, არც ირანი, ასე შემდეგ, ზედმეტ ხარდაჭერას ქართულ ოცნებას არ გამოუხატავს, იმიტომ რომ თავისი ინტერესები გააჩნია. გასაგებია. ხო, კიდევ ერთი ნაწილი, მეტიც კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის ცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. აქ საინტერესოა, რომ ბაიდენს აბრალებს ბევრ რამეს ხო კობახიძე და ხშირად საუბრობს ქართველი, ანუ იმაზე კი არა, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ, ანუ ქართველი ხალხი, ქართულ ხალხზე აკეთებს ამ ყველაფრის გამო აქ მეგობარ აქტზეც არის საუბარი და საყვედუროს მეგობარი აქტის გამო რომ ხმა არ მოგიღიათო ტრამპს ეუბნება თქვენ მართალი არ მეგიღიათო მაგრამ არც გაგიკრიტიკებიათო ეს მეგობარი აქტი კონგრესმა მიიღო თქვენ არა მაგრამ არ აკრიტიკებთო ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართული ხალხის ნდობას ანუ ჩვენ ნდობას კი ქართული ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეხურებდაო ისევ ქართულ საზოგადოებაზე არის ხაზგასმა ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ იმეორებს ქართულ საზოგადოებაზე აჩენს განცდას რომ განცხადებები deep state-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს კაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ ის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. ფაქტობრივად კობახიძე ამბობს რომ დანაშაულებს იდენდაო ჩვენ სიძაღლეთ ბაიდენი. თქვენ კიდევ მოჩვენებითად ებრძვის deep state-ს ასე გამოდის. ნუ მოკლედ ძალიან იაფასიანია თავისი შინაარსით ეს წერილი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აი თუ ბაიდენს რაც მეტად შეაგინებს, გონია რომ ტრამპის განწყობას უფრო მეტად მოიპოვებს ამით ეს თან სამარცხვინო რამეა. მე აი სხვათა შორის ქართველი საზოგადოების სახელით რომ საუბრობს რომ ქართულ ხალხს იმედი გაუცრუდა ვინ გახადა ტრამპის მოსვლა და 20 იანვარი ოლამის საკრალიზებულ თარიღად ვინ დაკიდა ქართულმა საზოგადოებამ თუ ქართულმა ოცნებამ ხო მათ გამოაცხადეს რომ ეს რაღაცა საკრალური მოვლენა იქნებოდა მათ ქართული ოცნების ისტორიაში ტრამპის მოსვლა შეერთებულ შტატებში თორე საიდან ასეთი ქართული საზოგადოების მოლოდინები ხო ამიტომ ქართული საზოგადოების სახელით ნუ ილაპარაკებს, მაგრამ ასეთი ხაზგასმაც სწორედ იმას მიანიშნებს და ქართველი ხალხის სახელით ქართულ ხალხზე აპელირება წერილში, რომ როგორც ჩანს, მაინც არ არის მარტო შიდა მოხმარებისთვის ეს გაკეთებული და უნდა შეერთებულ შტატებს გააგებინოს ის, რომ ეს განწყობები არის მასიური და არა ქართული ოცნების. ახლა რაც შეეხება თავად ქართული ოცნების პრობლემა რაშია? ნუ ეხლა არჩილმა უკეთიცის და იმ ადამიანებმა, ვინც ну რაღაცა იყვნენ ბიძინა ივანიშვილის გუნდში, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის და პაპუნა ჯანელიძის წერილები ვნახე მე დღეს, რომ ეს არის სასოწარკვეთილი, ანუ მათი შეფასებით ეს არის სასოწარკვეთილი წერილიო და ჩანს სასოწარკვეთილება. ახლა ცოტა მეც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გამოცდილება მე მქონია,
მგონია და ასეთი სტრატეგია აქვს მას. თავიდანვე ცდილობს რომ დაიკავოს უპირატესი მდგომარეობა, ანუ ჩადგეს ლიდერის პოზაში და იქიდან ელაპარაკოს ყველას, მაგრამ თუ ნახა რომ ამას დიდხანს ვერ ახერხებს და ვერ კაჩავს, ხო? მერე უკვე იწყებს უკან დახევას. ეხლა ბიძინა ივანიშვილი იდგა ამ პოზაში, კარგა ხანს ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებაშიც, რომ ის აქ არის ხაზაინ ვეტე გასწინიცი, იმ თვალსაზე უკაცრავად რუსული გამოთქმისთვის, მაგრამ ესეა, იმიტომ რომ მას თავში ჰქონდა ის სქემა, რომელიც ჰქონდა რუსეთს, რომ უკრაინასთან რუსეთის დაპირისპირება დასრულდებოდა ძალიან მალე და რუსეთი კვლავ მოიპოვებდა გავლენას პოსტ საბჭოთა სივრცეზე და მას აღარც არაფერი არ ექნებოდა თავში სატეხი, იმიტომ რომ ბუნებრივად მიაჩნდა, რომ თავისი ადგილიც იქ უნდა ყოფილიყო და დაბრუნებულიყო წიაღში, მაგრამ ეხლა ეს ასე არ ხდება. ხედავს რომ ამ მოლაპარაკებების დროსაც, რომელზედაც ეხლა არის საუბარი, რუსეთი მთლად მომგებიან პოზიციაში ვერ არის, უკვე უხდება მას, რომ რეალობა დაინახოს, ხო? აქამდე რით იკვებავდნენ საზოგადოებას, რომ აი დღეს თუ არა ხვალ უკრაინა დამარცხდება. დღეს თუ არა ხვალ რუსეთი მოიპოვებს გამარჯვებას და ყველაფერი დადგება თავის ადგილას, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ასეთი მარტივი და ეხლა განსაკუთრებით აი ტრამპს ელოდნენ, ტრამპის შემდეგ რაც პროცესები განვითარდა, რომ ევროპა აი უკვე იკვეთება ევროპის როლი და ფუნქცია ხელახალი და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სურათი ჰქონდა სულ რამდენიმე დღის წინ ევროპის ხუთეული, ხო, რომ შეიკრიბა სტარმერი, მერცი, მაკრონი ოთხეული იყო, ხო? და ზელენსკი, ხო? აი ამ ვითარებაში უკვე კობახი დედაბიძინა ივანიშვილიც კი გრძნობენ, რომ რაღაც ისე არ არის, რაც მათ აძლევს პირვანდელი სიმშვიდის და ამ რაღაცა უპირატესობის განცდას, რომ დიახ. და სწორედ ასე ევაჭრებოდა, ხო, რამდენი გადაუგდებდა ხელთათმანს იქით ან ამერიკელებს, ან ევროპას და იქიდან წამოვიდოდა კონკრეტული მოთხოვნები, ბიძინა ივანიშვილი აქ ამ მოთხოვნების საპირისპიროდ ვითარებას კიდევ უფრო ზაბავდა. და რაზეც არჩილი საუბრობდა დასრებ ყოველთვის მეც როცა ეს წავიკითხე, პირველი განცდა რაც გამიჩნდა არის, რომ ივანიშვილის ეს ტაქტიკა დასწრებაზე ითამაშოს ყოველთვის, ხო, გახსოვთ, ხო, ევროკავშირმა რო თქვა, რომ შეგიწყვიტავთ დახმარებებს თუ სასამართლოს რეფორმას არ გააკეთებს, გამოვიდნენ და არ გჭირდება მაგის დახმარება, ჩვენ შევწყვიტავთ. ვიზა ლიბერალიზაცია. 28 ნოემბრის განცხადებაც ხო ეგ იყო, რომ თქვენ არ მოგცემ, არ გადაგვიყვათ შემდეგ ეტაპზე, კი არა, ჩვენ ვაჩერებთ მოლაპარაკებებს და აქ ამიტომ ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ აქამდე ჭრიდა, მაგრამ ეხლა უკვე ხო, ეხლა რა მოყვება და რას იქიდა ასანქცირებენ εμას, რა ქვია, ტრამპს. არა, ან შეიძლება მოყვეს ის, რომ აი რამდენად ხო გულსალოდნელია თქვენ აზრით, რომ თუ ამაზეც არ იქნება პასუხი, კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ეხლა ჩვენ ვაშვებით, რომ ყინავთ ამერიკასთან ურთიერთობებს. სანამ მეგობარ აქტს მიიღებენ და ასე შემდეგ, ანუ ამერიკა არ გვიმჩნევს, ასე შემდეგ და ანუ რაღაც ასეთი თქვან, ანუ მეგობარ აქტის სენატში გასვლას და ამას დაასწრონ რაღაცა. წერილში წერია, რომ კომუნიკაცია არ აგვაქვს და მე ეს ერთი ვერსია რაც მომივიდა. შეიძლება სხვა რამე. არა, როგორ უნდა შეაჩეროს სხვა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკელებმა უკვე შეაჩერეს, მე რამდენადაც ვიცი. კომუნიკაცია არ აქვს და ელაპარაკებიან საელჩოს განცხადებებით, რომელიც ეხება უსაფრთხოების თემებს, რომ აქ არის ნაღმი, აქ მოქმედებს გრუს დაჯგუფება, აქ ესაფრთხე, აქ ისაფრთხეა და ხა რა უნდა ქნან, აი ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა შეაჩეროს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ერთ ფაქტს გაგახსენებთ 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ამერიკელები პირიქით თავაზობდნენ სტრატეგიული მაღალი მნიშვნელობის საკითხების განსახილველად ვიზიტისა და ვთქვათ ფორმატში მუშაობას და მათ უარი თქვეს. ზუსტად ეს ხდებოდა კანონის, ასე ვთქვათ, პირველ შემოსვლამდე. კი. კი ბატონო, ანუ ეს და ესეთი რაღაც, ანუ კიდე უფრო
ხო არ არის მოსალოდნელი, უფრო დაძაბვა ამერიკასთან ურთიერთობების უკვე აქეთა მხრიდან. ნუ არ ვიცი რა ელჩი არ აქვს რომ გამოიწვიონ ჯერჯერობით არ დანიშნულა. ელჩი არ აქვს არ დანიშნულა და ერთია ხო რა უნდა ქნან გამოუცხადონ შეერთებულ შტატებს ომი კი ბატონო მე ჩვენ არ ვიკეთებთ მაგრამ რაღაც ეკდება ჩემი აზრით მოფიქრებული. ნუ ახლა ამას მე ასეთი მაღალი აზრის არა ვარ მათ ნიჭიერებაზე და მოფიქრებულობაზე იმიტომ რომ რაც მოიფიქრეს საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა რომ ძალაუფლება ჯერ კიდევ ხელში აქვს ყველაფერი მოქმედებს მათ საწინააღმდეგოდ. აი მაგალითად როგორ ახსნა ეს წერილი მამუკამდინარედებს ძალიან კარგია მათ შორის საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რატო ხდება ისე რომ ჩვენ დააშოშოს დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი განწყობა დამოკიდებულება მესიჯები და შემდეგ იგივე სიმბოლოები. თავი მესიჯი რა არის რომ ეს არის ჩვენი მხრიდან გაბედული თამამი ნაბიჯი, ანუ არ უშინდება. ორ ფეხზე ღირსები. ხო, შესაბამისად რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ისიც ალბათ თამამი და გაბედული, მაგრამ ნუ რა არის. რა ვიცი ხა პუტინის წონა ძალიან მეეჭვება რომ ქართულ ოცნებას კონდეს ან რუსეთის რომ თამამი ისეთი დიპლომატიური ნაბიჯები გადასგას, რაც ესკალაციისკენ მიმართული ან რაღაცა, რასაც უყურეთ მაგალითად ხა უკრაინასთან მიმართებაში, ხო, აი როგორი დიპლომატიური თამაში მიდის დაპირისპირებულ მხარეებს, ხა იმის ფონზე თან ერთ მეორეს ხრივ ამბობდნენ რომ მაგალითისთვის რა ვიცი რუსეთთან ურთიერთობების ზედმეტად არ ძაბავდნენ ლოგიკადაც გვესმოდა რომ თქვა სანქციებს არ უწესებდა იმიტომ რომ ქვეყანა არ დაზარალდეს და ამავე დროს სოფლიო ასე ვთქვათ უდიდესი ძალა რა ვქო ძალაუფლების მქონე deep states ესე უთამამდებოდა ცოტა არალოგიკურად ჟღერს ჩემთვის თუ რეალურად ეხლა მთელ სოფლიოს აკირევებს ომებს იწყებს რა ვიცი რაღაცას რა სხვანაირი დიპლომატიური ის უნდა იყოს ალბათ პრორაციონალური იქნებოდა ნახევრად ხუმრობით მაგრამ ხო საერთო ჯამში ევროპასთან მიმართებაში ჩვენ ძალიან კონკრეტული მექანიზმები ქონდა ევროკავშირში გაწევრიანების ასე ვთქვათ გზაზე აქ პოლიტიკური ლავირების თვალსაჩინით ხელისუფლებას ქართულ ოცნებას გაცილებით მეტი ინსტრუმენტი ედოდა უდევს დღემდე მაგას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ესეთი რაღაცა ეტაპობრივი ურთიერთობა რომელიც რაღაცა კონკრეტულ მექანიზმებს მოიცავს ან დაგეგმილი იყო ჯერჯერობით არ გამოჩენია მე ვახსენე არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო განხილვა მაშინ ან რაღაცა თქვა თავისუფალი ვაჭრობა დარჩება უპასუხოთ ივანიშვილი ამას უპასუხოთ ხო ვერ დატოვებს არა მეგობარ აქტზე რაღაც პასუხი უნდა იყოს აქ თქვენ ხო გახსოვთ ახლა მაგალითად როდესაც მეგობარი აქტი პირველად დაიწყო კონგრესში განხილვა და ითქვა რომ აი გადის კომიტეტზე გადიოდა ჯერ კიდევ პირველი რაც გააკეთეს როგორც კი კომიტეტზე გავიდა დინარაძე გამოვიდა და თქვა გამოაცხადა რომ ჩვენ ახლა ოპოზიციას აუგზავნებთ ზიანად ანუ აი ასე პირდაპირ ესე პასუხობს ყველა ქმედებას უარეს გავაკეთებ რაღაც შეიძლება ამერიკასაც კი არ გავუარს ურთიერთობა აქ რაღაცა უფრო მოუჭირო ჭანჭიკები არ ვიცი ხო აბსოლუტურად მოსალოდნელია ეს სცენარი მე მაინც უფრო მაკეთკენ ვიხრები რომ აქ შიგნის იმ გააგრძელებენ ანუ კონსოლიდაციას ძალაუფლებს ოპოზიცია მერაბრა აი აგდალა და გააუქმო. თქვენს რო არჩევნებამდე არ აგუზავნებთ. ეტყობა ჭირდებათ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებისთვის და არჩევნებამდე არ აგუზავნებთ. მინდის იკითხე რომ ჩვენ კი არჩილმა რუსეთი ახსენა, მაგრამ საბოლოო ნიშნით ერთი ღერძია რუსეთი, ჩინეთი და ეს ავტოკრატული ქვეყნები და ამ პოლიტიკი ჩვენ იმ ღერძზე აღმოჩნდებით და უკვე გადავედით პრინციპში. ამას შედეგებს გაამყარებს და საბოლოოდ ასე ვთქვათ დააყენებს უკრაინის ომის საკითხი როგორ გადაწყდება და აი ამ მიმართულებით ქართული ოცნების თვითგადაჩენის ინსტინქტიც უნდა ალაპარაკებდეს რომ ისინი შეეცადონ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან აი რაღაცა ტრანზაქციულ ურთიერთობებს შევიდნენ და გარკვეული მრავალვექტორულობა შეინარჩუნონ რომ მათივე უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აი ახლა გამოვიდა ტრამპის წარმომადგენელი და ამბობს პირდაპირ რომ თუ რუსეთი არ დათანხმდა ეს შეწყვეტას ისეთ სანქციებს დაუწესებთ რუსებს აქამდე რომ არ უნახავსო მე ველოდები საერთოდ რომ ესკალაციისკენ წავა რუსეთთან ფლირტიდან ნელ-ნელა შეიძლება გადავიდეს რუსეთთან დაძაბულობაში ამერიკისთან აი ამ ფონზე მოკლედ მითხარი სულ ერთი წუთი გვაქვს მე როგორც წარმოგიდგენია შემდეგი ნაბიჯი ქართული ოცნების რა იქნება პლუს კიდევ შევეხები ეს არის მინდა ადამიანური მხარე არავინ პერსონალურად ივანიშვილს და კობახიძეს ასე ცინიკურად არ მოქცევია როგორც ტრამპი. გავიხსენოთ ევროპული ქვეყნების ლიდერები პერსონალურად მოუწოდებდნენ, ანუ აი ამ სულ დიალოგის რეჟიმში იყვნენ, ახსენებდნენ, პირადად მიმართავდნენ, შეხვედრებს ითხოვდნენ თავის დროზე და ასე შემდეგ. ასე არარაობად არც ერთ
ევროპულ ქვეყანას არ აღუქვამს ივანიშვილი და კობახიძე. ისე რომ აი არსებობთ თუ არ არსებობთ და ეს მოცემულობა საკუთარ ამომრჩეველთან ყველაზე მძიმე რამეა, როდესაც შენ აბსოლუტურად არ გაღიარებ, ანუ არ გამჩნევენ. ამიტომ კობახიძისთვისაც და ივანიშვილისთვისაც ასეთ მდგომარეობაზე უმჯობესი არის თუნდაც უფრო დაძაბვა. ანუ ვინმე რო გამოვიდეს და გალანძღოს ტრამპმა რამე ცუდი თქვას, მათთვის ესეც კი უფრო მისაღები იქნება. აი პატარა ბავშვები რო ვიყავით და ვიღაცა უფროსი ბიჭი მე-10 კლასელი თუ მე-6 კლასელს რაღაცას ხელს შემომარტყამდა, ჩემი შეფასება იზრდებოდა, იმიტომ რომ ზროსლებს ვეძახდით ბოდეში ჟარგონეს მაშინ და მოზარდი ბიჭისთვის უფრო დიდი ბიჭის შემოლაწუნება თუ ჩარტყმა ან შეგინებაც კი შეიძლება უფრო ღირებული ყოფილიყო თვით პრეზენტაციისთვის. მოგაცრავთ და ზუსტად ეს თვით პრეზენტაციის კომპლექსი აქვს. გეუბნებით, არავინ ასე ცინიკურად და ქედმაღლურად არ მოქცევია კობახიძეს და ივანიშვილს. იმიტომ რომ ეს სჭირდებათ მას რას ელაპარაკებიან, ანუ ადამიანებმა გაბერეს, ტექსტები გააძლიერეს, სადღაცა ის რა ქვია, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები ის რო აენთო რა ერთ-ერთ კენჭისყრაზე და ასე შემდეგ. ანუ არსად არ ამჩნევენ ერთსა და იმავეს ტრამპზე უარესად ტრამპობენ, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების წარმომადგენლები და არ ამჩნევენ, ანუ არაფრად თვლიან და ეს ამომრჩეველთან ყველაზე მეტად ამცირებს მათ ფასს. უმჯობესია მტრად გამოაცხადონ კობახიძე, იმიტომ რომ ამით მისი პერსონალიტი იზრდება, გესმის, ვიდრე ასეთი თამაშგარე მდგომარეობა ქონდეთ. ამიტომ ეს ერთი მხრივ არის მათი განდიდების მანის ფაქტორი, პერსონალური ფაქტორი და არა პოლიტიკური და რაღაცა სტრატეგიული და მეორე მხრივ ამას აქვს ძალიან მძიმე ფასი საკუთარ ამომრჩეველში, იმიტომ რომ დაცინვა და სატირა, პოლიტიკური სატირა დიდი ქვეყნისაგან, ხო, იგნორის სახით ამ შემთხვევაში პოლიტიკური სატირა არის ყველაზე მძიმე, იმიტომ რომ ამათვის რაშია პრობლემა? ის კი არა რომ რაღაცა ნეგატიური განცხადებებია, შეიძლება თვითონ მეგობარი აქტიც კი ეგრე ბრჭყალი როგორ არ აღელვებთ, მაგრამ ეგრე არ აღელვებდეთ, მაგრამ რა დონეზე წყდება? ვილსონი ამათვის ქედმაღლური გადასახედიდან ვილსონი ამათვის არავინ არაა და ვილსონის დონეზე როდესაც იღებენ ამას, მაგრამ ამათ ურჩევნიათ მეგობარი აქტი პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკოს ამაზე. აი ეს სჭირდებათ ამისათვის და ერთ-ერთი ფაქტორი, რითიც ცდილობენ ყურადღება მიიპყრონ, არის ის, რომ იქნებ გამოიწვიონ როგორღაც რაღაცა კომუნიკაციაში ისინი, რომ საკუთარ ამომრჩეველთან მე ბევრად მეტად ილაპარაკონ. მიტკოფი მაინც გამოუგზავ. ხო, რაღაცა უნდათ, რაღაცა შემოარტყაში აგინოს, რაღაცა ყაესროლოს. ოღონდ ეს რაღაცა არსებდეს, იმიტომ რომ ასეთი ქედმაღლობა ყველაზე მძიმე დღეში აგდებთ. გასაგებია, მადლობა დიდი. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლელა ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, არჩილ გამზარდი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე გებშობთ ხოლმე ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.